დიახ, ნატა ხარება არა მარტო ტყე-ტყე დადის, არამედ ტიკტოკერად ქცეული სპეცრაზმის ბოსი იმყოფება აქ. სხვათა შორის და მასთან ერთად იმყოფება ქალაქის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი ბოსი სამარღანიშვილი, ეგრეთ წოდებული ტყუპის სახელით ცნობილი. ისინი ერთად გადაადგილდებიან დღის განმავლობაში. იქნება არ დაგვარტყას ბატონმა ზვიადმა, როგორც ჩანს უნდა რომ მას ჩვენ გავესაუბროთ, მაგრამ როგორც წესი ის კითხვებს ვერ პასუხობს და მოსწონს, როდესაც ჟურნალისტები მას ედევნებიან და აწეული შავი ჯიპით დადის, სადაც კითხვების დასმა ვერ ხერხდება. ნასვამი ხართ ბატონ ზვიად? ანუ კორდონს არ ღვევს ბატონი ტიკტოკერი სპეცრაზმის შეფი, როგორც ხედავთ, ის ავტომობილით ცდილობს პრაქტიკულად კორდონის გარღვევას. ნასვამ მდგომარეობაში ხართ ბატონ ზვიად თუ რა გჭირთ? ანუ ჩემთვის უცნობია, ის ყოველ შემთხვევაში ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს, როგორც გითხარით, უსმენს მუსიკას, რუსული სიმღერა აქვს, თუ არ ვცდები ჩართული და ასე ცდილობს დემონსტრირებას საკუთარი თავის, თუმცა მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ის კითხვებს არ პასუხობს, შესაბამისად გადაადგილდება ნიკოლოზ სამარღანიშვილთან ერთად. რაც შეეხება აქ შექმნილ ვითარებას, აი ხედავთ, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიცია აქ მობილიზებული შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი შტაბია აქ, იმიტომ რომ ყველა ხელმძღვანელი პირი არის სწორედ ამ ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე საათია. აქ იმყოფებიან ასევე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც. ამ წუთებში უკვე კამპუსიდან ხდება ადამიანები ჩამოდიან და იწყება მსვლელობა და აქ იმყოფება ასევე ბატონი სერგი ბზიშვილი. ბატონ სერგი, ხომ არ გადაამოწმებთ ხარებას? კორდონი გაარღვია ავტომობილით. ნასვამი ხომ არ არის? რა ინფორმაცია გაქვს? ალკოტესტს ხომ არ ჩაუტარებთ? არ ვიცი სადაც. აი იქ დგას კორდონი, აი იმ ავტომობილში კორდონი გაარღვია ლამის, კრიმპოლის და საპატრულო პოლიციის. მოსულები ვართ მაგაზე ვისაუბროთ. ხო და ეს ხომ კანონდარღვევა? ალკოტესტს არ ჩაუტარებთ? კარგით, ეხლა რა აღონისია ატარებთ, შეგიძლიათ მითხრათ, რატომ ხართ ასეთი მობილიზება, რატომ არის? როგორც ხედავთ, ამ წუთებში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მიემართებიან აქციის მონაწილეების მიმართულებით და ბატონ სერგი, მისცემთ მსვლელობის საშუალებას? ბატონ სერგი. აქ იმყოფება ბატონი ლაშა სალუქვაძეც. ბატონ ლაშა, მისცემთ ამ ადამიანებს მსვლელობის საშუალებას, კანონით მინიჭებული. როგორც ხედავთ, ისინი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ, რა გეგმა აქვს. ყოველ შემთხვევაში ისინი დგანან ამ წუთებში უკვე აქციის მონაწილეების პირისპირ და როგორც და გოგა მემანიშვილი აკეთებს ამ წუთებში მედიასთან კომენტარს. საჭიროების შემთხვევაში დაგვეხმარებით. რა ღონისძიება მიმდინარეობს, ახლა მსვლელობას გეგმავთ? რა თქმა უნდა, გავესაუბრე აქციის რამოდენიმე მონაწილეს, აქციის რამოდენიმე ორგანიზატორს მოუწოდე, რომ არ დაკეტონ გზისავალი ნაწილი, რადგან არის დაშადი ქმედება აღნიშნული, შესაბამისად დაველოდები მათ გადაწყვეტილებას. ანუ ეხა იწყება იდენტიფიცირება, ვინ გადაკეტავს გზას, რომ შემდეგ მათგან მოვისმინე, რომ სარგებლობენ მიწისქვეშა გადასასვლელთა, იმოძრავებენ გზის მეორე მხარეს, შემდეგ მოლის მიმართულებით. თუ ასე არ მოხდება, კი ბატონო, თქვენ მათი, ანუ ამის უფლება მათ აქვთ პრინციპში. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთა განცხადება, გზის ბლოკირება, მოგეხსენებათ, საერთაშორისო მნიშვნელობის გზა არის აღნიშნული მონაკვეთი, შესულია. ხო, გუშინ გადაწყვიტეს. შესულია. ნუსხას ნუსხას დაემატა, რა თქმა უნდა, შესაბამისად ბლოკირება აღნიშნულის გამოიწვევს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯა თქმედება. გზის გადაკეტვის გამო თქვენი დეპარტამენტი აჯარიმებს ადამიანებს და დღეს დაიწყეთ. გეტყვით. ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა, რომლის ბლოკირება, გადაკეტვა დაუშვებელია და დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსის. ადმინისტრაციული შემდეგ უკვე გადადიხართ ხო სისხლის სამართლის კი პრინციპში. მათ და თუ ექნებათ სურვილი გზისავალი ნაწილზე მოძრაობის ისე რომ სრულად არ დაიკეტოს გზისავალი ნაწილი, ჩვენ მას თუ რაოდენობა იქნება ბევრი ამ შემთხვევაში რა ხდება იცი? ჩვენ დავეხმარებით ისე რომ გადაადგილდნენ, შესაბამისად არც მათი უფლებები დაერღვეს და ჩვენც ხელი არ შეგვეშალა. კი ბატონო, როგორც ხედავთ კანონის აღსრულება
შესრულება დაიწყება, რომელიც სხვა შორის გუშინ წინ დაემატა სტრატეგიული ობიექტების ნუსხას საავტომობილო მაგისტრალები და როგორც მემანიშვილი ამბობს, კანონის აღსრულება დაიწყება და სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება იმ შემთხვევაში, თუ გადაკეტავენ ეს ადამიანები მაგისტრალს, თუმცა თქვენს რომ მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობას აპირებენ. თქვენ პარალელურად ხედავთ, აი რა ხდება აქ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ყველა დანაყოფი იმყოფება პრაქტიკულად აქ და სხვა შორის ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც აქციის მონაწილეებს, იგივე გიორგი ახობაძეს, ნიკა კაციას აკავებენ ხოლმე და თავის თავზე აქვთ აღებული მათი დაკავების სპეცოპერაცია, მათ შორის ნარკოტიკების საქმეზე და ეს საქმეების შეკერვა ხდება ხოლმე ჩვენ ვნახეთ არაერთი მტკიცებულება სამხილების გარეშე, კონკრეტულად კადრების და ნეიტრალური მოწმეების გარეშე, სწორედ ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას აქვს ეს ოპერაცია საკუთარ თავზე აღებული, თუმცა დღეს უკვე ისინი ქუჩაში დგანან და ისინი აკვირდებიან აქციის მონაწილეებს და სხვა შორის საინტერესოა ერთი დეტალი, რომ ყველას უკეთია ნიღაბი, თუმცა აი ვკითხავთ სხვა შორის ნიღბებით რატომ ხართ? შეგიძლიათ მითხრათ? არ გაძლევთ კომენტარს. ბატონო, კარგად გრძნობთ? არ გაძლევთ კომენტარს. რატომ? სხვენიათ რომ გამოაჩინოთ სახე? ჩემი უფლება არ გაძლევ კომენტარს. კი ბატონო, დაიცავით თქვენი უფლება, თქვენ რატომ გიკეთიათ ნიღაბი? სხვენიათ უხერხულობას გიქმნით აღდგომა? კი ბატონო, ანუ მათი მიზანი არის ხოლმე როგორც ყოველთვის რომ არ მოხდეს მათი იდენტიფიცირება, სხვა შორის აქ ცოტა ხნის წინ გადაადგილდებოდა ასევე მათი ხელმძღვანელი თემურ კუპატაძე, რომელმაც ჩვენთან გასაუბრება არის სურვა, რაც შეეხება მის მოადგილეს, ჩვენ ვნახეთ, რომ მის ხარებასთან ერთად გადაადგილდება და ერთგვარ მონიტორინგს უწევს სხვადასხვა ტერიტორიაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს და ასევე მითითებებს აძლევენ სხვადასხვა დანაყოფის წევრებს, როგორც გითხარით, ამ წუთებში უკვე აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ მსვლელობით თბილისი მოლის მიმართულებით და ისინი შეუერთდებიან აქციას, თუმცა როგორც ხედავთ, ისინი ჩადიან ბატონ თემურ აქაც ხართ და იქნება ახლა ის ბატონი თემურ კუპატაძეა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ბოსი. ბატონ თემურ, შეგიძლიათ მიპასუხოთ? ბატონ თემურ, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს ფალსიფიცირებულ საქმეებთან დაკავშირებით და მობილური გაქვთ თქვენ და თქვენს თანამშრომლებს არ აქვთ ხოლმე ოპერაციაზე რომ მიდიან? უკაცრავად, ბატონო თემურ. ნუ ბატონ თემურს არ სურს რომ კითხვებზე გვიპასუხოს, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა ის ვიცანით, ეს ადამიანი არის მიუხედავად იმისა რომ ნიღაბი უკეთია, არის ბატონი თემურ კუპატაძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის შეფი, რომელიც კითხვებს არ პასუხობს. ბატონ ლაშა, არ ღვევენ აქციის მონაწილეები კანონს? არა, არ უნდა დაარღვიონ კანონს. კი ბატონო, ანუ მიწისქვეშა გადასასვლელით ჩადიან და აქციაზე დგომის გამო მაინც აჯარიმებს ხოლმე. ამ შემთხვევაში ჩვენს მოწოდებას დაემორჩინენ და მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობენ. კი ბატონო, ლაშა სალუქვაძეს ვუსმენდით, საპატრულო პოლიციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, როგორც მოისმინეთ, დღეს ნაკლებად სავარაუდოა ყოველ შემთხვევაში ამ მონაკვეთზე, რომ მათ გამოწერონ ჯარიმები ან დაიწყონ სისხლის სამართლებრივი დევნა, რადგან აქციის მონაწილეები სარგებლობენ მიწისქვეშა გადასასვლელით და ისინი უკვე ეხა მიემართებიან სწორედ თბილისი მოლის ტერიტორიაზე, სადაც აქცია გრძელდება, მიმდინარეობს და მათი გეგმების შესახებ ჩვენ რა თქმა უნდა გავიგებთ მოვლენების შესაბამისად. პოლიცია რჩება რა თქმა უნდა ადგილზე და შეიძლება ითქვას, რომ დღეს გომელაურს ქუჩაში ყავს გამოყვანილი ყველა დანაყოფი ძალოვანების და ისინი პატრულირებენ და დგანან და აკონტროლებენ ვითარებას მთელი დიღმის მასშტაბით.